რამდენად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში მონარქიის აღდგენა. აი ამ ფრაზით ვიწყებ ჩვენს გადაცემას, რომელიც არის სამეფო კლუბის არქის გადაცემაა და რომელიც ეხება მონარქიას. მონარქიასთან ჩვენ საუბარი გვაქვს, საუბრები მონარქიაზე გასაგებია ჩვენს გადაცემას. დღეს ჩვენ სტუმრად მოვიწვიეთ სამეფო კლუბის საკმაოდ ძველი წევრი და ერთ-ერთი დამფუძნებელი ადამიანის უფლებათა დამცველი, საქართველოს ადვოკატთა სოციალური და პროფესიული პასუხისმგებლობის კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროკავშირების თავმჯდომარე და ახლა სულ ამჟამად ესე იგი აირჩიეს ევროპის იურისტთა და ადვოკატთა ასოციაციის წევრად ბატონი გიორგი თევზაძე. ამ საკითხებთან გვაინტერესებს ძალიან და არა მარტო ჩვენ, ეს არის ძალიან დიდი მოთხოვნარი დღეს ჩვენი ასე ვთქვათ, ჩვენი საზოგადოებიდან მოდის ეს დაკვეთა, რომ ესე იგი რამდენად გვინდა და რამდენად საინტერესოა ჩვენთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის და სახელმწიფოებრიობისთვის, რა უშუალოდ მონარქიის აღდგენა. მაგრამ ლაპარაკი არ არის დაუშვათ აბსოლუტურ მონარქიაზე, ახლა ლაპარაკი ესე იგი სახალხო დემოკრატიულ კონსტიტუციურ მონარქიაზე, რომელიც ესე იგი არის ჰორიზონტალური ის გვაქვს ხაზი აღებული და გვინდა ამ თემაზე რომ ვილაპარაკოთ. ბატონო გიორგი, მე ვიცი რომ თქვენ რა მრავალი სტატია გაქვთ ამ თემასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული და გვინდა რომ ესე იგი ხალხს გავაცნოთ. იმიტომ ხალხს ძალიან შიში აქვს, ასე ვთქვათ, მონარქია გონიათ რაღაცა მონსტრი გონიათ, რომელიც მოიტანს იმას აქვია ბატონყმობას და რაღაც დაგვაბრუნებს რაღაცა შუა საუკუნეების ბნელ წარსულში და გვინდა რომ გავუფანტოთ ხალხს ესა და ასე ვთქვათ, ჩავუყოთ ის წმენა და ის კარგი რაც შეიძლება მოიტანოს, ესე იგი რაც შეიძლება მოიტანოს მონარქიამ. ჩვენ ვიცით რომ ევროპაში ძალიან ბევრი წამყვანი სახელმწიფოები დღეს არის მონარქიული სახელმწიფოებია, კიდაც ვთქვათ, ორი მაგალითი ეყოფა ინგლისი და დაუშვათ ესპანეთი, ბევრი რო არ გავაგრძელოთ სხვა იმაზე და მინდა ამაზე ყველაფერზე ვისაუბროთ, ვილაპარაკოთ, წვავეც, კიდაც წვავე იყოს, კიდაც ეს იყოს, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გამოვიწვიოთ ისინი მოსახლეობა დებატებში უნდა ჩავთოთ ყველა, ვისაც აინტერესებს დაუშვათ ეს საკითხები და ვისაც გაქვთ რაღაცა შეკითხვები, შეგიძლიათ დაგვისვათ ეს ყველაფერი და ჩვენ თქვენთან ერთად განვიხილავთ ამ ყველაფერს. ხოთ ბატონო გიორგი, პირველ ყოვლისა დიდი მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის, ძალიან მნიშვნელოვანი გადაცემა და ძალიან მნიშვნელოვანი საქმეს ეწევით ბატონებთან. მართლა საზოგადოება ინფორმირებული სამწუხაროდ არ არის. რა არის მონარქია, რა არის მონარქი, რა უფლებები აქვს მონარქს. აქ საუბარი არა აბსოლუტურ მონარქიაზე, არამედ უკვე 21 საუკუნეში ეს არის საუბარი კონსტიტუციურ მონარქიაზე, რომელიც მისი უფლებებია შეზღუდული კონსტიტუციურად. ანუ არის არჩევითი მმართველობა და არსებობს, უნდა ვთქვათ, არსებობს მონარქია. არის ეს ბრიტანეთი ბრძანეთ თქვენ და ძალიან კაი მაგალითი მოიტანეთ. ეხლა რაც შეეხება საქართველოს, დაუბრუნდეთ საქართველოს ჩვენს სამშობლოს, ჩვენ ოდითგანვე ბატონო ლევან ქართულ ადამიანში, ქართულ გენში იყო მონარქი, ყავდა მას როგორც ერთსულოვნების საქართველოს გამოერთიანებლის სიმბოლო. მონარქი იყო საქართველოს გამოერთიანებლის სიმბოლო ყოველთვის და მონარქი, როდესაც ყავდა ქვეყანას, მოდი ვთქვათ, რომ ის მონარქი ეს სახელმწიფო ის თვლიდა რომ ის იყო თავისი. თავისი ქვეყანა იყო, რატომ იცით? აი ეს მინდა სწორად ეს რატომ იყო თავისი ქვეყანა? თქო რომ ის რაღაც ოკუპირებულს აკეთებდა და ამას თქვა ითვისებდა არა. მან იცოდა რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო პირველი სამშობლო და მეორე ის რომ ის ხალხი რომელიც მაგათ ამ სამშობლოში ცხოვრობდნენ თავისი ერი იყო ის ხალხი რომელსაც მისი შვილებივით იყო და ის ზრუნავდა მასზე არასოდეს საქართველოში არ ყოფილა ბატონყმული სიტუაცია არასოდეს ეს ხო რა თქმა უნდა ეს შემოვიდა ბატონყმული სიტუაცია ეს ტერმინი თვითონ შემოვიდა რუსეთიდან რა თქმა უნდა 1000 პირველი წელი რა თქმა უნდა უფრო მეცაც გეტყვით რუსეთში ბატონყმული უფლებო მონები ყავდათ კრებოსნიკული კი ბატონო აი ისინი მე შეიძლება გაეთავისუფლებდათ ეს მონები გარკვეული პირობების და ჩვენთან სხვა სიტუაცია იყო ჩვენთან იყო რომ ოჯახს რომელიც თქვათ ომში იღებდა მონაწილეობას ის განთავისუფლებული იყო ყოველგვარი გადასახადისგან მიწები ჰქონდა რა ქვია სამხედრო ბეგარა ბატონო იყო საეკლესიო თქვათ მას ეძახდნენ და ეკლესიის ემსახურებოდნენ ანუ ჩვენ სხვა
სისტემა ქონდა. ჩვენ არ ქონდა ის სისტემა, რომ მეფე იყო მხოლოდ აბსოლუტური მონარქი, რომელიც ყველაფერს მართავდა. აქ იყო სულ სხვა სტილი და სხვა მიმართულება ქონდა ქართველებს. ეხლა რაც შეეხება მე მინდა გითხრათ, რომ თვითონ ერეკლე მეფემაც ქონდა განკარგულება გაცემული, რომ თუ ვინმე დაუშაებდა თქვა ბატონი, თქვა გლეხს, რომ ის თავადვე თქვა ამაზე გარკვეულ ზომებს მიიღებდა. თვითონ დავალებული და უამრავი მაგალითები არსებობს ეს. ეხლა რაც შეეხება მონარქიის აღდგენა, ხო ეს ჩვენ კოდურად გვიდევს, მოდი ვთქვათ, მონარქი არ არის, რომ ვთქვათ ვიღაცა იქნება და ის იქნებაში არა. მონარქი არის, რომელიც ვთქვათ დღევანდელ პერიოდში თუ მოხდება მონარქიის აღდგენა, ეს იქნება ძალიან კარგი. ოღონდ ეს უნდა იყოს გამოძახილი საზოგადოების მოთხოვნა უნდა იყოს პირველ ყოვლისა, მეორე უნდა ამის პირობები უნდა არსებობდეს და თვითშეგნება უნდა არსებობდეს, მოდი ვთქვათ. ყველაზე მთავარი ხო თვითშეგნება. ეხლა მონარქი ვთქვათ დაუშვათ და რატო გინდა ზოგიერთი სხვას კითხვას, ასე რომ აი რა გინდათ მონარქია და აი გინდათ ბატონი ყავდეთ. არა, აქ არ არის საუბარი იმას, რომ მაგალითად ბატონყური ვთქვათ წყობილება შემოვიდეს, არა. აქ არის მხოლოდ ერთი, რომ მონარქი თუ კი იქნება საქართველოში, ის იქნება საქართველოს გამაერთიანებელი სიმბოლო. ეგ ამთავარი, ყველაზე მთავარი. სიმბოლო. ამასთან ერთად რომელიც არც ერთ პარტიას არ ეკუთვნის. არა, უფრო მეტად გეტყვი, ის იქნება არბიტრი საზოგადოებაში, საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. სოციალური საკითხების წამოწევაში. ორ ბანაკ შორის, რა თქმა უნდა, ორი ბანაკი იქნება 3 თუ 4 რამისობა, ხო ჩვენ სადოთ დაყოფა და ის მიყვარს ქართველებს სამწუხაროდ. ამიტომ მონარქი შეიძლება გამოვიდეს განათლების სისტემის აღორძინებისათვის, კულტურმეცნიერების თქვა ხელშეწყობისათვის, იქ ნაბიჯი დემოკრატიისკენ, ეს უკვე ქვეყნის დემოკრატიული გადადგმული ნაბიჯი იქნება. ეხლა დღეს რომ იზახენ რომ თქვა ზოგიერთი სვავს კითხეს, აი გინდათ მონარქი, რატო პრეზიდენტი ხო გვყავს? პრეზიდენტი არ გვეყოლება თქვა, გვეყოლება მონარქი. იგივე ფუნქცია აქვს. განსხვავება ერთია. პრეზიდენტი ყოველთვის მხარია. ეხლა დღეს მithumetes დღეს იმიტომ იყო არჩევითი პრეზიდენტი, ერთადერთი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს და ქართველმა ხალხმა მართა მრავალ პარტიული არჩევნებით ჩაატარა თვითონ მის საქმე ის იყო ბატონი ზვიადგამსახურდია, ერთადერთი პრეზიდენტი. შემდეგ იყო თქვა მე მოხდა საქართველოში სამწუხაროდ რუსეთის ხელშეწყობით პუჩი და მე უკვე ჯერ იყო სახელმწიფო მეთაურის ინსტიტუტი, შემდეგ პრეზიდენტის ინსტიტუტი შემოვიდა და დღეს გვაქვს ჩვენ რა. გვაქვს ერთი პარტია თუ პარლამენტის წევრები ირჩევენ პრეზიდენტს. ანუ ის ფორმალური მხარეც აბსოლუტურად მიკერძებული. აი ფორმალური მხარეც რომ ადამიანი მიდის და თქვა არჩევნებში იღებს მონაწილე, ისიც კი აღარ არის. კი ბატონო. აქედან მე იმას გავიზახებ, რატომ არის ეს თქო კონსტიტუცია პარლამენტმა მიიღო და კი ბატონო, თქვა ეს კანონად აქცია. ნუ რამდენი სამართლიანი ეს მეორე ის არის, თქვია საკითხი. ამიტომ, როდესაც ჩვენ მონარქს ვსაუბრობთ, თან ბიუჯეტის სხვათა შორის ბატონო ლევან, მოდი ვთქვათ, რომ ამას განსაზღვრავს პარლამენტი. პარლამენტი განსაზღვრავს, როდესაც თქვათ მონარქი გვეყოლება. მას ეგრე შეზღუდული უფლებები. გარკვეულწილად ფორმალური ნაბიჯები იქნება გადადგავს, თქვათ, დააჯილდოებს, იქ თქვათ, რაღაც ვეტოს უფლება იქნება გარკვეულ კანონპროექტთან დაკავშირებით. აუცილებელია. ხო, და ასე შემდეგ. ანუ რაღაც სახე იქნება, რომელიც გააერთიანებს საქართველოს. გამაერთიანების როლს შეასრულებს და სხვათა შორის მოდი ვთქვათ ერთი რაღაცას, რომ რუსეთის სამეფო კარი, რომელიც არის რომანოვის სამეფო კარი, იმათ აღიარებს აფხაზეთს საქართველოს შემადგენლობაში. კი ბატონო. მათ მიხვდნენ რომ ძალიან ბევრი დააშავეს ქართველების მიმართ და მათ აღიარებენ რომ აფხაზეთი საქართველოს სამთავრო. ლეგიტიმაცია შეიძლება ჩვენ მოგვიტანოს იურიდიულად. რა თქმა უნდა, ხო, გარკვეულწილად ხელს შეუწყობს. რა თქმა უნდა, ეხლა რაც შეეხება, მოდი ვთქვათ ესეთი რომ რამდენი ატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, იმიტომ ჩვენ თქვით რომ რა როლს თამაშობს მეფე ქართულ გენში, იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ქართველები ყოველთვის დადებითად იყვნენ განწყობილი მეფის მიმართ, ყოველთვის. არც ერთ ქვეყანას, აი რომ ვთქვათ, არ ყავს 12 წმინდანი მეფე. ეს არის საქართველო. არც ერთი მეფე არ მიდიოდა მისი ქვეყნისათვის
რომ თქვა თავი დაედო და ურდოში წასულიყო რომ საქართველოს გადაერჩინა. ეს ჩვენი ისტორიული მაგალითები გვაქვს. მოგეხსენებათ ისე ვთქვია ბაგრატ მესამე რომელმაც გაერთიანა საქართველოს ფაქტიურად 1800 წელს დაიწყო მეფობდა რომელმაც აფხაზეთის სამთავროს შემოიერთა იგური სამეგრელო და ერთ-ერთი გამაერთიანებელი მეფე პირველი მეფე იყო ბაგრატ მესამე და მე წამოვიდა და რა დიდი როლი შეასრულა მათ საქართველოს იმაში. Ну დანაშე რა შეიძლება ვთქვათ ის რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება სამეფო კლუბი დღეს მუშაობს ამ საკითხებზე ძალიან დიდ როლს ასრულებს ერთადერთი კლუბია რა თქმა უნდა მე მინდა აი ვისაგებო ახლა შემთხვევით და ბატონ გია მამალაძეს უდიდესი მადლობა გადაუხადო იმიტომ რომ ძალიან ბევრ დიდ საქმეს აკეთებს ბატონ გია ამ კომუნიკაციებში იქით აქეთ და ძალიან სწორი პოლიტიკა მიყავს სამეფო კლუბს ანუ ჩვენ საბედნიეროდ რა თქმა უნდა და საზოგადოება ეს უნდა გაითავისოს, უნდა სხვა კუთხით კი უნდა შეხედოს, აი მეფე იქნება თქვა საქართველოში და არიქა ჩვენ მისი ქვეშემდომები ვიქნებით, არა, მე ქვეშემდომები არავინ არ იქნება. არც ყმა არავინ არ იქნება და არც არავისი თქვა არცეთი თავადი არ ყოლო არავის. უბრალოდ მეფე იქნება სიმბოლო ქვეყნის გამოერთიანებლის ერთიანობის რა თქმა უნდა ერთიანობის სიმბოლო იქნება, რა თქმა უნდა ეს არის უნიშნულოვანია დღეს, როცა აი პოლიტიკური რაღაც ბატალიები, როცა სულ რაღაც 3 მილიონიც არა ვართ ქართველები დღეს და 3 მილიონი ადამიანი რო გახრეჩილია, ესე იგი მრავალ პარტია და ესე იგი მე მინდა დავიტოვო უფლება იმისა, რომ ეს მრავალი პარტიულობა ემსახურება ერთ საქმეს, რომ საქართველოს სიყვარულს. მინდა ეს ჯეროდეს, მაგრამ რატოღაც გულის სიღრმეში რაღაცა ეჭვმეპარება ამ ყველაფერში, იმიტომ რომ რა ვიცი გულწრფელები არც ერთი მხარე არ არის, როგორც მე ვხედავ. ხო და ამათი გამაერთიანებელი დღეს არც პრეზიდენტი არის, არც ერთი პარტიის თავმჯდომარე არ არის და არც ერთადერთი არის ვისაც შეიძლება ეს გაერთიანოს და გარანტი იყოს უпроსტად ესე იგი მშვიდობის და გაერთიანების გარანტი, ერთიანობის გარანტი ეს მე მესახება მონარქი მესახება რა. კი ბატონო. აი თუ ვწდები რა ვიცი. აბსოლუტურად გეთანხმები მონარქი რომელსაც მომავალში ეყოლება საქართველოს იმედია რომ ეყოლება დადგება ის დრო რომელიც თქვა იქნება სიმბოლო გამოერთიანების პატრიარქის დიდი სურვილი რა თქმა უნდა ეს პატრიარქმა ამაზე გარკვეული თქვა ძალიან ბევრი ნაბიჯები გადადგა მოსთან დაკავშირებით თქვენ ახლა მოგეხსენებათ მეფე რომელიც მონარქი რომელიც თქვა იქნება სიმბოლო მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში არ მართავს ქვეყანას კი ბატონო აი ეს სახურებს სახურებს და არ მარტავს. კი ბატონო, კი. ანუ მეფე უნდა იყოს მსახურებაში უნდა იყოს. ერის და ქვეყნის მსახურებაში. ის უნდა იყოს ხალხისთვის და მოსახლეობის, რა თქმა უნდა, ერთადერთი იმედი. სხვა შორის, ეხლა მე აი გვარების ისტორიით იცით, რომ ძალიან დაინტერესებული ვარ და რამოდენიმე წიგნის ავტორი ვარ და ძალიან მრავალი 500-ზე მეტი სტატიის და შრომის ავტორი ვარ. ხო და ძალიან ხშირად მიწევს რაღაც აი არქივებში და სხვა ისტორიულ საბუთებში ასე თქვა ძიება და აი ესეთ რაღაცას წავაწყდი. არც ერთ ქვეყანას არ აქვს ეგეთი რაღაც. ეხლა მე ვამბობ თვითონ ის რაც გენეტიკურად აი ჩვენ გვიდევს რა. ეხლა გენეტიკა ძალიან დიდი მნიშვნელობაა. რა თქმა უნდა. და გენეტიკა ესეთი რაღაც არის, აი რაც უდევს ადამიანს გენეტიკაში იმის აღმოხრა არ შეიძლება თუ გენეტიკურად გენური ინჟინერი და არ ამოგლიჯე ის რაღაცა ის ხო და რატო გეუბნებით ამას არის ის ნიშანთვისება და ერთობლიობაა გენეტიკა ხო და ნიშანთვისება შეიძლება იყოს რეცესიურ მდგომარეობაში, მიძინებულ მდგომარეობაში, მაგრამ როგორც კი მოხდება რაღაც გარემო პირობებში თავისთავად ამოყოფს თავს. ეხლა რატო ვაპარაკობ ამას? ჩვენ გენეტიკურად გვაქვს ეს და რატო გვაქვს ეს? აი ძალიან ბევრ საბუთებში გვაქვს საბუთები ჩვენ ამისი, სადაც ესე იგი აი არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა რომ სამეფო ოჯახის წევრს ნათქვამდეს გლეხი. გაგიგიათ სადმე ეს? არა, ის შეიძლება საქართველოში იყოს. საქართველოში არის ბევრი მაგის ამის მაგალითი. ამიტომ უყურეთ თქვენ ხარ რასაც ბრძანებთ და თუნდაც გეთახმებით. მეფე არასოდეს არ ყოფილა თავმაღალი და აი თქვა მე ვარ მეფე. მეფე ჩვეულებრივად იბრძოდა მეომრებთან საქართველოს მოწინააღმდეგემ. მაღალ ადგილზე არიჯდა და იქიდან არ განკარგავდა რა თქმა უნდა. მეფე თვითონ იარაღით ხელში აი რამდენი დაჭრილი მეფე ვიცით ახლა ჩვენ.
შორსო არ წავიდე და გორგაცავი და ასე შემდეგ ჩამოყვეთ. მეფე რომელიც ფიქრობდა თავის ქვეყანაზე, რატო ის ქვეყანა გათავისებული ხონდა. კი ბატონო. ის ქვეყანა მემკვიდრეობით გადადიოდა მის შვილზე და მას უნდა უკეთესი ქვეყანა დაეტოვიდა მისი შვილისათვის. რა თქმა უნდა, ბარა და იგივე და არა თქვათ მაგალითად არჩევითი მე 5 წლის მერე სხვა იქნება მე იმას ნარგავად აინტერესებს თქვათ ყველაზე არ ვიცი რა თქმა უნდა და ასე შემდეგ ანუ ავტო ვიძახი რომ მეფეს და მონარქი არის სულ სხვა მიმართულება ხალხის საზოგადოებრივი განწყობა სულ სხვა იქნება კი ბატონო არის საკითხები მაგალითად რა ჩვენ დღემდე მეფე ყოლოდა ბატონო ლევან საკრისი არასოდეს არ იქნებოდა თქვათ კერძო კომპანიის სამწუხაროდ რაც ეს არის გერმანულმა მეცნიერებმაც კი დადეს თავის დასკვნა მაგრამ რო სამწუხაროდ არც ეს გაითვალისწინებს უფრო მეცაც გეტყვით სასამართლო ისე ჩაატარეს ვის აქვია დასკვნასაც არ დაელოდნენ ექსპერტის დასკვნა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რომ მოყვეთ ამიტომ მეფის როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ისტორიაში კი ბატონო ეხლა მეორე საკითხი კიდე ძალიან ხშირად დასმული კითხვა როცა ესე იგი რომ გებულობენ მე ვარ მონარქისტი ვარ თქვენთან ერთად და ჩვენს დიდ ჯგუფთან ერთად რომლებიც ჩვენთან ერთად არიან სამეფო კლუბში და ძალიან ბევრმა იცის ეს და მეკითხებიან რომელზეც მე ხიმილის გარეშე ვერ იმაშვები რა დაგმიждდება მეფის შენახვა ხო აი ეს ყველაზე მთავარი კითხვა სასაცილო ხო ეხლა მოდი მე როდესაც მაგკითხვას მე ვისვავეთ ხოდაში მე ჩემთვისაც დაუსვიათ ეს კითხვა ერთ სხვადასხვა მე მინდა გითხრათ რომ გარკვეულ განათლებულ პიროვნებას დაუსვია კითხვა გაუცემ მე მეკითხია რა ჯდება პრეზიდენტის შენახვა იმაზე მეტი არ დაждდება. რა თქმა უნდა. ხო. შეიძლება ნაკლებიც და უფრო მეტად ნაკლები. ხო, რა თქმა უნდა. ყოველში შეიძლება იმ ორბედიანი სასახლეში იყოს მეფე. კი ბატონო. ახალი სასახლე არ ჭირდება მეფეს. რა თქმა უნდა. შეხარჩე ბატონი. ამასთან ერთად გარკვეული ისე ქვია შეზღუდვები ექნება რა თქმა უნდა მეფეს. არ იქნება ეს ისე ქვია აბსოლუტური მონარქია, იქნება შეზღუდული მონარქია, მაგრამ იგივე დაждდება რაც მეფე ისე ქვია პრეზიდენტი აი სამართლებრივად თქვენ როგორც ადვოკატი და როგორც იურისპრუდენციაში საკმაოდ ცნობილი პიროვნება აი მაინტერესებს აი იურიდიულად რამდენად გამართლებული იქნება ეს თავშად თვით როგორ არის საკითხი იურიდიულად რატომ პირველ ყოვლისა ყველა კანონს იღებს პარლამენტი რა თქმა უნდა კანონი პარლამენტი რომელიც მიიღებს რაიმე კანონს ის უკვე სამართლებრივად წესად ხდება თუ პარლამენტი შემოიღოს კონსტიტუციურ მონარქიას ეს იქნება სამართლებრივად გამართული და დაეყრდნობა საქართველოს ისტორიის იმ მონაკვეთს იმ ჩვენ წარსულს და აღინიშნება რომ რუსეთის მიერ ძალმომრობით იქნა გაუქმებული საქართველოში მეფობა გასაგებია ისევე როგორც ჩვენ აღვადგინეთ 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. გასაგებია. აი კიდე ერთი შეკითხვა რომელსაც ძალიან ხშირად ვისმენ და მეკითხებიან, აი დინასტიურად თქვენ როგორ ფიქრობთ? აი უნდა შევყავოს დინასტია თუ დავუშვათ ის დინასტია რომელიც შემოყავდა ასეულობით წლების განმავლობაში ის მოყავდეს. იცით როგორ არის საქმე საერთოდ დინასტია ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დინასტიას თავისთავად. ეხლა ვიღაცა გამოხდეს დღეს და თქვას მე მინდა მეფობა ესე არ არის. მე ეს უნდა მომდინარეობდეს რა თქმა უნდა გარკვეული შტოებით, გარკვეული სამეფო გვარის რეალური სამეფო გვარის და რეალური შტოებიდან გამომდინარე. და ამასთან ერთად მე ავლაპარაკობ დღეს და ხვალე აღგება ეს მონარქია არა მე მაგის ილუზია არ მაქვს პირიქით მე მინდა რომ აი ახალდაბადებული ბავშვი იქნება თუ თქვათ ის უნდა აღიზარდოს როგორც უკვე მომავალი მეფე მან უნდა იცოდეს საქართველოს ისტორია ზედმიწევნით მან უნდა იცოდეს საქართველოს წარსული სწორედ ეგ მინდოდა საქართველოს უნდა იცოდეს საომარი სამხედრო მომზადება უნდა ქონდეს გავლილი უნდა სამხედრო მომზადება უნდა მაგრამ სამართლის ცოდნით უნდა ქონდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ანუ მომზადებული უნდა იყოს აი როგორც მაგათაც ჩვენი დიდი მეფეები თავის მემკვიდრებს დიდდნენ ბავშვობიდანვე მას მიუჩენდნენ გარკვეულ თქვათ
ჭყონდიდელს აი თუნდაც ავიღოთ ეგ მაგალითი და ის ისდებოდა უკვე მომზადებული და არა თქვა იქ ევროპაში და ქართული მარიციან ზოგმა და ამიტომ ეს არის სამომავლო საკითხი მოდი თქვა მაგრამ უნდა ქვეყანა უნდა იყოს მომზადებული ამისთვის და საზოგადოებაც ხოთაშორის რა თქმა უნდა აი კიდე ესეთი შეკითხვა რომელიც ხშირად აი რა დადებით რო შეასრულოს ქვეყნისათვის მონარქი ჩვენ ხო თქვით რაც დადებით როლს შეასრულებს მაგრამ ამასთან ერთად ხო გეუბნებით რომ მონარქის დადებითი როლი იქნება ის რომ უფრო მეტად ყურადღებას გაამახვილებს ეს არის თქვა კულტურულ მემკვიდრეობით თქვა მიმართულებით ჩვენ ძალიან დიდი კულტურის ქვეყანა ვართ და ძალიან დიდი მემკვიდრეობა გაგვაჩნია ქვეყანა და ამის წარმოჩენისათვის იქნება მნიშვნელოვანი არბიტრის როლს შეასრულებს იქნება პოლიტიკური სტაბილურობის ხელში უწყობს ქვეყანაში და გარკვეულწილად ძალიან მნიშვნელოვანი როლი იქნება ქვეყნის განვითარებისათვის და უფრო მეტად გეტყვით ტურისტი რომ ჩამოვა საქართველოში იმისთვის უკვე საინტერესო იქნება რომ ეს ქვეყანა არის მონარქისტული რა თქმა უნდა და ამასთან ერთად აღორძინდება ის ძველი თქვათ რაც თავის დროზე მეფეებს ჰქონდათ და მათ საკუთრება იყო და ხელი შეეწყობა განაის მეფეს გადაცემა რომ სახელმწიფო ხელში უწყობს რომ მეტი ის იყოს საქმე მნიშვნელოვანი უცხოელებისათვის კი ბატონო აი გია მამალაძის ერთ-ერთი იმიდან რო ჩვენ სამეფო კლუბის სპიკერის ამონარიდი მინდა რომ ესე იგი სტადიიდან მეფის ოჯახი გამჭრელად იცხოვრეს მათ არ დაჭირდებათ არც ერთი და არც ექნებათ ფული არ ექნებათ ბიზნესი ღია თუ ფარული ანგარიშები ბანკში არ ექნებათ შიში თანამდებობის დაკარგვის და შემოსავლების შეწყვეტისა კონკურენტებისაგან და ძალადობის და ინტრიგებისა არ ეყოლებათ კლანი ვინაიდან არ შეეძლებათ თანამდებობის გაყიდვა მეფე მხოლოდ დაამტკიცებს ხალხის არჩეულს მეფის დედოფლის და მემკვიდრების გარდა არც ერთი მათი ნათესავი თუნდაც შვილი არ იქნება წოდებისა და პრივილეგიების მატარებელი ქვეყანაში არ იქნება სამეფო კარი იურიდიულად არ იარსებებს არავითარი არისტოკრატია მით უმეტეს პრივილეგია თავად მეფის დედმამიშვილიც კი იქნება ჩვეულებრივი მოქალაქე ბატონიშვილის საფეწულის თავრისა და თავადის წოდების გარეშე ასეთ იქნება ქართული სახალხო მონარქია აბსოლუტურად რა თქმა უნდა აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ გიორგის იმიტომ რომ ეს ნამდვილად ბატონ გიორგის პოზიცია და ამ პოზიციას აბსოლუტურად ვიზიარებთ ყველა ჩვენი კლუბის წევრები და მე მინდა გითხრათ რომ ბატონ გიორგი აბსოლუტურად ვეთანხმები და ეს არის ძალიან სწორი მიდგომა და საზოგადოება უნდა იცოდეს რომ ეს არ იქნება თქვათ რაღაცა აი დამყოფი და ასე შემდეგ და პირიქით ეს იქნება გამოერთიანებლის როლს შეასრულებს მონარქი. ანუ ესე იგი როგორც ძალიან ბევრი ადამიანი დღეს გვაშინებს ასე თქვათ მონარქია არის საშინელება არ არის ასე. იცით კი არ გვაშინებს სამწუხაროდ ეს არის არ არიან გაცნობიერებული. გაცნობიერებულები არ არიან და ჯერეთი მე რა მაინტერეს რა მიყვის არასწორი ესე ჩვენ არასწორად ჩვენი განათლებაც როგორ ჩანს იქ რაღაც გარკვეულ პერიოდში აგვარიდეს და აგვასტინეს იმ რეალობას რა რეალობას ეს კომუნისტების პერიოდში რა თქმა უნდა ხო აი ეს მონაკვეთი თლიანად მოხსნეს ჩვენი აზროვნებიდან ხო რა თქმა უნდა შეგვაძლეს არასწორად და მე შეგვაძლეს მეფობა და მონარქია შეგვაძლეს და ჩვენ სულ დაანახეს საზოგადოებამ ეს იყო კომუნისტების იდეოლოგია რატომ გიკვირთ კომუნისტების იდეოლოგია იყო აი მაგათად მოროზოვი ეს იყო თქვათ იქ სხვადასხვა ის ისეთი მიმართულება რომელიც ანტიეროვნული ანტიქართული იყო და როდესაც იყო თქვათ მე ვინ იყო მონარქი საქართველოსის რასთან წარმოადგენდა რა როლს თავოსო ამას ამოგიყვებენ რა თქმა უნდა და ამას და სხვათა შორის მე მინდა გითხრათ რომ არასოდეს არ ყოფილა საქართველოსში მთელი ისტორიის მანძილზე რომ ქართ მოსახლეობა დაპირისპირებდა მონარქს ხო ომი არასოდეს არ ყოფილა არასოდეს მე-19 საუკუნე კი ბატონო არასოდეს არ ყოფილა ამას ვამტკიცებ რომ არ ყოფილა პირიქით იყო კაცო პირიქით მოსახლეობა იცავდა მონარქს და ისინი იფარავდნენ მონარქს კი ბატონო ხო აქედან გამომდინარე ეს უკვე ის მაგალითები ნათლად ჩანს და ზნეობრივი გმირობის უდიდეს მაგალითს აძლევდა კაცო რა თქმა უნდა უდიდეს მაგალითს კი და ეს ნიშნავს უკვე იმას რომ რა განწყობა იყო მონარქსა და გლეხს შორის კი ბატონო ანუ თვითონ მონარქი იგი აი
მონარქი პურს იყოფდა გლეხთან ერთად. რა თქმა უნდა. კი ბატონო. ხო, ეხლა დღეს ცოტა სხვა სიტუაცია გვაქვს, ეხლა რომ მიდიან მანქანები 1-3 საათით ადრე არჩენებენ, არიქა ფეგერ დაგისწრეს იქითო და ხო რა. მაშინ სხვა სიტუაცია იყო, სხვა მიმართულება იყო და აი ვინატრებდი რომ აი ესეთი ურთიერთობა ჩამოყალიბული იყოს ხალხსა და ხელისუფლების შორის. რა ქვია, ჩვენ როგორც ჩვენ ანუ ასე არა ჩვენ ყავს ბაგრატიონთა დინასტია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მართავდნენ ჩვენს ქვეყანას და მართავდნენ ძალიან კარგად. ვიცით რომ არის დავითის შთამომავლები არიან და ვიცით რომ ძალიან ბევრი და დადებითი როლი შეასრულეს საქართველოს ისტორიის ასე თქვა დღევანდელობამდე მოტანაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თქვენ ბრძანეთ რომ 12 წმინდანი მეფე ყავდა. წარმოიდგინეთ 12 ზნეობრივი გმირი ყავდა, რომელმაც თავისი ზნეობრივი გმირობა აჩვენეს საქართველოს და ქართველი ხალხიც ესე იგი ყოველთვის დადებითად უყურებდა ამ ყველაფერს და აი იმის არ მახსოვს ვინ თქვა რომ ესე იგი საქართველოს ისტორიას რო გადახედავ არანაირი ის საფუძველი იმის არ არსებობს რომ ეს ქვეყანას რო იარსებაო. კი, მაგით თქვა სხვათა შორის ერთმა არ მახსოვს უცხოელმა მეცნიერმა რომ როდესაც მე როცა ადამიანი კითხულობს საქართველოს ისტორიასო უკვე ღმერთის არსებობის ჯერაო არსებობისო და ჯერა იმისი რომ ჩვენ ყავდა პატარა ერი როგორ გადაურჩა ამ კატაგრიზე როცა იმპერიები დაინგრა სხვათა შორის და გადაარჩინა რამ ერთიანობამ შინაგანმა ეროვნული ღირებულებებმა სიძლიერემ ის რომ ეროვნული ღირებულება არის უმთავრესი ყველაფერზე წინ უნდა იყოს ეროვნული ღირებულება უნდა იყოს ქვეყნის მშვიდობა ეროვნული ღირებულების დაცვით და მაგალითად მიმცემი უნდა გავდეს ქვეყანა რა თქმა უნდა ეს იყო სწორედ პირველში იყო მეფე იყო ამიტომ 12 მეფე უძღოდა ლაშქარს წინ რა თქმა უნდა და აქედან გამომდინარე ჩვენ არანაირი შიში არ უნდა გქონდეს იმისა რომ უშუალოდ დღეს როცა ესე იგი მეფეს თუ მოვიყვანოთ რა უშუალოდ ხო თუ არა ჩვენ ვერ მოვიყვანთ მაგრამ მეფე თუ კი მონარქია ქვეყანაში აღსდგა ეს იქნება ძალიან ნება იქნება ხალხის ხო სხვათა შორის მე უნდა მამა გაბრიელმა ბრძანა ქვეყანა გავწყინდება მაშინ როცა მონარქია აღსდგებაო და უფალმაინებოს რომ ასე იყოს და ასეც იქნება ალბათ მაგრამ მე იმიტომ საუბრობ მონარქია ალბათ იქნება მომავალში ისეთი პიროვნება ვის უკვე აი აღიზრდება ის ზუსტად იმ განწყობის პატრიარქი აპირებდა მე რამდენადაც ლეგიტიმაცია რომ იმას ვთქვა რა ქვია მე მაგალითად მოხრევა რომ ლეგიტიმაცია იყოს დაცული თუმცა არის გასხოვებული აზრები თავარია იდეა იყოსო და ლეგიტიმაცია შემდეგ გასწორდებაო ესეც არ არის ეს ამას ალბათ ამ საკითხში თავის სიტყვის ხა ჩვენ ამას ვერ გავსაზღვრავთ რა თქმა უნდა ამას სიტყვის ალბათ საპატრიარქო სამეფო ოჯახები თვითონ და თვითონ განსაზღვრავენ და გადაწყვეტავენ მაგრამ რა თქმა უნდა მე ვიტყოდი რომ კარგი იქნებოდა თუ მომავალში მეფე იქნებოდა ისეთი პიროვნება რომელმაც ქართული ენა ეცოდინება ძალიან ზედმიწევნით ეცოდინებოდა საქართველოს ისტორია საქართველოს წარსული და საქართველოს თქვათ მისი სულიერებით ცხოვრებს რა თქმა უნდა ეგ მთავარი ხო ანუ ქართულად უნდა ისუნთქოს ხო ქართულად უნდა იაზროვნოს ყიოდეს ქართულ გული უნდა ყიოდეს და ესე იგი გონებაში უნდა კონდეს საქართველოს უნდა კონდეს და როცა ეს ასეთი გვეყოლება მონარქი რომელსაც ხალხი ესე იგი ხალხმა უნდა შეიყვაროს რაც ყველაზე მთავარია. ეს ყველაფერი ამოსულია მაინც ხალხის სიყვარულიდან. რა თქმა უნდა მოსახლობამ თვითონ მე თავში მოგახსენეთ როდესაც დავიწყე საუბარი რომ ეს უნდა იყოს საზოგადოებიდან წამოსული. რა თქმა უნდა ეს იდეა უნდა იყოს არა ზევიდან მოხეული არა საზოგადოებრივ წასული. ქვევიდან უნდა იყოს. მოთხოვნილება უნდა იყოს უკვე საზოგადოების რომ ჩვენ ყავდეს მონარქია. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის რომ საზოგადოებას ესე იგი აი პირველ ყოვლისა ჩვენ ახლა ინფორმირებულება ალბათ ჩვენ თავარი არის სწორი ინფორმირება მიცეთ საზოგადოებას სწორედ აი ეს გადაცემები სწორედ ამას ემსახურება რომ მათ იცოდნენ რა მონარქიის აღდგენის მონარქიული კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის შემთხვევაში რა იქნება საქართველოში და რა უფლებები ექნება მას რომ მას ექნება შეზღუდული უფლებები რომ
მონარქი არ იქნება აბსოლუტურად თქვათ ვერ მართავს რა თქმა უნდა და მონარქი თავის ის ძირითადად იქნება სოციალურ საკითხებზე თქვათ ორიენტირებული და არბიტრი ეს უმთავრესია იმიტომ რომ დღეს რომ ეხლა მაგალითად მონარქი ყავდეს არა მარტო შიდა პოლიტიკური ძალიან ბევრი როლს ითამაშებდა სასიკეთო არამედ მე ასე მიმაჩნია წინა გადაცემაშიც გავაჟღერეთ ჩვენ ეს ბატონ გაიოს მამალაძესთან ერთად და ბატონ სიმონ კობაძეს ყავდა მოწვეული და მაშინაც გავაჟღერეთ რომ ეს შეიძლება იყოს მთელი კავკასიის გამაერთიანებელიც იყოს. კავკასია თავის ტიტულატურაში ეს დევს. კი ბატონო, მე საზგეთკი ბატონ ზვიად გამსახურდიას უნდოდა კავკასიური სახლი. და ეს იყო ძალიან უდიდესი იდეა, ძალიან კარგი საქმე და რა თქმა უნდა პირველი ვინც ხელი შეუშალა და არათუ შეუშალა პირდაპირ ესე ქვია მისი დამხობა ძალმოვრო დამხობით რაც აიძულა მიიღო გადაწყვეტილება რუსეთმა ეს იყო ზუსტად აი ალბათ ამ იდეამაც რომ თუ კი კავკასია გაერთიანდებოდა რუსეთს უკვე ნაკლები ძალა ექნებოდა კავკასიაში. კი ბატონო, რა თქმა უნდა. ხო. რა თქმა უნდა. ნაკლები ძალა ხა ჩვენ ზოგიერთი მაგალითად იტყვის რომ აი რუსეთმა ჩვენ მაგალითად აი მოგიყვა და აქავდე და გადაგვარჩი და თქვათ მატერიალურად და ამდენი რო ვიყავით ხა დღეს ვაში ხო რაღაც ხო არის მაგრამ ეგეც არ არის ხა ზვიადი ბატონ ზვიადისაც ეს ძალიან ისე ფიქრობდა ამ საკითხზეც რა მასაც უნდოდა აი საკითხი ზვიადი ბატონო ზვიადი სხვათა შორის მე მინდა გითხრათ რომ არ დაგვავითხრეს ის რომ პირველი ზარი რაც განახორციელა ტელეფონზე გახდა საქართველოს პრეზიდენტი დაურეკა დიახ მონარქს დაურეკა და ეს უკვე მიანიშნებდა მისი კეთილგანწყობა ამ კუთხით ხო კავკასიური სახლზე რაც შეეხება ძალიან მნიშვნელოვანი იდეა მე მინდა გითხრათ ეს რა თქმა უნდა მოდი თქვა ბატონ ზვიად გამსახურდიას იდეა იყო და ძალიან ამაზე ხარს უჭერდა ჩეჩნეთის პრეზიდენტი ჯოხარ დუდოევი ოთას პატრიოტი პიროვნება თავის ქვეყნის თავის ერის და ნუ რა თქმა უნდა მე 92 წელს მოგეხსენებათ მოხდა პუჩი საქართველოში რომელმაც ფაქტობრივად ძალმოვრო დაამხეს საქართველოს ხელისუფლება კანონიერი ხელისუფლება ერთადერთი კანონიერი ხელისუფლება რომელიც არჩეულდა ქართული ხალხის მიერ შემდეგ სამხედრო საბჭო შეიქმნა არაკავ კონსტიტუციური არაკანონიერი და მოვდივართ დღემდე კი ბატონო სამწუხაროდ ეხლა რასაც ვიმკით დღეს არასწორი იმ რაღაც ქმედებების გამო ეს დანაშაულებრივი ქმედება იყო საქართველოს წინააღმდეგ კი ბატონო და არა ლეგიტიმურია იქიდან მოყოლებული დღევანდელი არის არალეგიტიმური საერთაშორისო სამართლის მიხედვით არალეგიტიმიზაცია ცელდება როგორც იურისტი მინდა შეგეკითხოთ ეგეთ რაღაცა აი 1000-ს პირველი წლის ის აქტი რაც მოხდა რაც ესე როცა შეგვიწყვიტე ჩვენ დავშვათ მონარქიული წყობა და ანუ ოკუპაცია მოახდინა რუსეთმა ფაქტობრივად ჩვენი სახელმწიფოები რომ მონარქისთან იყო ყოველთვის გაერთიანება მიჯაჭული დიახ აი დავშვათ ეს აქტი რომ დღეს დავშვათ ჩვენთან თუ აღდგება მონარქიული წყობა თუ აღდგება და ჩვენ გვეყოლება მონარქი იურიდიულად რამდენად დაუკავშირდება 1000-ს პირველი წლის იმ აღას მანიფესტს და იმას. რატომ ანუ აღდგება თუ არა ის სტატუს კო რომელიც დაუშვათ და აი მაშინ ხონდა ჩვენ. რუსეთმა ხა ჩვენ რუსეთს ვერ მოვთხოვ იმას რომ მაგალითად მან აი როგორ მე საერთოდ ვარ ანუ ეს ტერიტორიები იურიდიულად ჩვენს მაშინ შეიქციაში შემოვლეთ თუ ეხლა დაძნელი საკითხია სამწუხაროდ არის ფაქტური გარემოება არის სამართლიანი გარემოება. და არის ისტორიული რაღაცა არის ისტორიული განსხვავება რა თქმა უნდა მაგრამ თუ აღდგენა შეიძლება საქართველოს პარლამენტმა თუ კი მიიღო გადაწყვეტილება რომ ახდენს კონსტიტუციური მონარქია რა თქმა უნდა კონსტიტუციური საფუძველზე ეს იქნება დაკავშირებული და ნუ რა თქმა უნდა მას თავისი გამოძახილი ექნება. ხა ეს იყო სულ რაც მე მგონი საკმაოდ საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა და ჩვენ გავაგრძელებთ ასეთ მწვავეს და საინტერესო დებატებს ამ მონარქიასთან დაკავშირებით და გვინდა რომ ესე იგი ხალხს უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, ინფორმირებულები იყვნენ და რომ ესე იგი ძალიან ისე ლაბირინთებში არიან ახლა გახლართულები არიციან რა არის და ვერც თხოვ ბევრს რომ არიცის რა არის მონარქია რა სახელმწიფო პოლიტიკას არ აქვს ეს აღებული როგორც მაგალითად აი გარკვეული
მიცეს ინფორმაცია საზოგადოებას, თქვა, აი 1 საათი რომ გამოიყოს ტელევიზიის. კი ბატონო, კი ნება უნდა იყოს. სახელმწიფო ტელევიზიით გამოიყოს 1 საათი და თქვა, აი რა არის საქართველოს მონარქია, რა დადებითი როლს ასრულებს ის საქართველოს ასრულებს. რა თქმა უნდა, აბარა. და მაშინ იქ თქვა, აი გამოამისი თქვა მეცნიერები თქვენ და ასე შემდეგ და რომ საზოგადოებას უფრო კარგად გააცნო. კონფერენციები უნდა ჩატარდეს ამ ხოდაშორის მინდა გითხრათ რომ სამეფო კლუბმა ჩაატარა ძალიან საინტერესო კონფერენცია და სადაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები წამოიჭრა დასაბუთდა რა არის კონსტიტუციური მონარქია, რატომ არის მნიშვნელოვანი მომავალში და რატომ იქნება რა თქმა უნდა. მაგრამ ეს გაშუქება აი ეს არ არის ეს საშუალება რა თქმა უნდა. უფრო მეტი მუშაობა უნდა მუშაობა და ხელშეწყობა უნდა რა თქმა უნდა და თუმცა სახელმწიფო პოლიტიკათ ეს იქცევა ერთ-ერთ კეთილი ნება უნდა იყოს თავრობიდანაც უნდა მოდიოდეს, საპატრიარქოდანაც უნდა მოდიოდეს და იმ პარტიებიდან რომლებიც დაუშვათ დაპირისპირებული მხარეები არიან დღეს. ანუ საერთო აზრი უნდა შეიქმნას. კი და მე რა მაინტერესებს აი არის ტელევიზია ეცულოვნება ხო არის ეს? კი ბატონო. ეს იდეა რაც არის მონარქისტული იდეა შეესატყვისება და მათი პოზიციას. აი იქ ხო შეიძლება თქვათ გარკვეულწილად რაღაც საათი გამოეყოს. რა თქმა უნდა ამ მიმართულებას ამ თქვათ თემას ხო რაც არ არის და ეს რაღაც დამატებით კითხვებს ჩენს არ ვიცი რატომ ალბათ მომავალში იქნება და იმედია რა თქმა უნდა იმედია უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ ტელევიზიების და მთავრობას და დაუშვათ ის ფსა რომელიც მთავრობაში არ მინდა გითხრათ რომ საქართველოს პატრიარქი დადებითად არის განწყობილი და ის არის ერთ-ერთი ინიციატორი მოდი ვთქვათ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ ყავს ძალიან ბრცენი პატრიარქი და მადლობა უფალს რომ დღეს აი ამ პერიოდში ჩვენ საქართველოს მოგვივიდა ასეთი საქართველოს პატრიარქი კი ბატონო უღრმესი მადლობა თქვენ ბატონო გიორგი მომბრძანებისათვის და ესეთი საინტერესო საუბარი გამოგვივიდა დღეს და რა ვიცი და დროის ფაქტორია თორე შეიძლება უფრო მეტად გაგვეშალეს რა თქმა უნდა ფორმატი არ გვაძლევს ამის საშუალებას და მე ვკირდებით რომ თუ თქვენი სურვილი იქნება პერიოდულად მე ბატონ სიმონსაც იგივე უთხარი ბატონი გოგიტა მელიქიძე მყავდა არაჩვეულებრივი მსხრობელი და არაჩვეულებრივად ცოდნი ამ საკითხების და ყველას ვეუბნები რომ მე ჩვენი ტელევიზია და ჩვენი ეს გადაცემა სახალხო კონსტიტუციური მონარქიაზე ღია არის ყველასთვის და მინდა რომ ესე იგი დიდი მადლობა დავიტოვო რომ ესე იგი თქვენ კიდევ მომზადებით ხართ და გექნებათ უღრმესი მადლობა მოტივისათვის უღრმესი მადლობა საინტერესო ტელევიზია და ძალიან გთხოვთ ჩვენი ვართ ჩვენ გახლავართ სამეფო კლუბის წევრები ეს გადაცემაც არის სამეფო კლუბის ტელევიზიის გადაცემა საქართველოს საუბრები კონსტიტუციურ სახალხო კონსტიტუციურ მონარქიაზე მე გახლავართ ამ გადაცემის წამყვანი ლევან ბერაია. გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი. მადლობთ ყურადღებისთვის.